ეხლა მოკლედ კადრში გამოვიჭრეთ ორბი, ხო? კი. და როგორც ჩანს ბუდეზე ზის. ხო, და გვიყურებს პირდაპირ ჩვენ თითქოს. ხო, ჩვენ გვიყურებს და ძალიან კარგად გვხედავს. ხო. ჩვენ ამ ხელამოწყობილობა გვჭირდება რომ დავინახოთ და ის როგორც ამბობენ, შეუძლია 1 მეტრიანი ობიექტი დაინახოს სადღაც 6 კილომეტრიდან. მართლა? ძალიან მხედავს. ანუ მართლა გვიყურებ პირდაპირ გვხედავს. კი, გვხედავს ჩვეულა. უფრო შეიძლება უკეთესაც ვიდრე ჩვენ ხედავს. ვიდრე ესე ეს ხედავთ. არის ამის თავარი იარაღი რა. ხედველობა. ხედველობა, იმიტომ რომ ასე პოულობენ საკვებს. ეს არის ლეში. ორბი არის ერთ-ერთი ლეში ჭამი. არის და არის ძალიან დიდი, როგორც მე. არის დიდი, ხო, 2 მეტრი და 75 სანტიმეტრია ფრთაშლი. უბრალოდ წარმოიდგინე ამხელა. გიგანტური რა. ზარმაზარი. და ეს ზომაც ამხელა ფრთები ეხმარება იმაში, რომ ძალიან დიდხანს გაჩერდეს აერში. და როცა ეძებს ალბათ, ხო, ამ ლეშს? ხო, მაგათი მთელი დღის რუტინა ეგ არის, რომ იფრინონ ფრთების ქნევის გარეშე აღმავალი ჰაერის ნაკადებზე მოკალათდებიან და იქიდან ასკანერებენ ზედაპირს. და თან საინტერესო რა არის, იცი? კავშირი აქვს რამდენიმე ორბს ერთმანეთთან. აჰა. და ესენი მუდმივად უყურებენ ერთმანეთს და თან უყურებენ მიწას, რომ იპოვონ რამე მკვდარი ცხოველი. როგორც კი ერთ-ერთი დაიწყებს დაბლა მოძრაობას და უკვე საკვებთან მიახლოებას, სხვებმა უკვე იციან, რომ იქ რაღაც არის და მერე ისინიც მიდიან და უზარმაზარი ტერიტორიიდან შეიძლება მოგროვდნენ უცბად, აი თუ რამე დიდი ცხოველია, მკვდარი მაგალითად ცხენი, ხო? ხო. აი უცებ შეიძლება გაჩნდეს 50-60 ლეშჭამია ფრინველი ერთად. კი. ნუ თავიდან შენ ხა ეს როგორ მიაგენე ამას? ნუ აი ერთი ხრიკია ესეთი თეთრი ნაწილები რაც ჩანს კლდეზე. ხო. ეს არის ამათი ნასკრინდები. და სადაც ხშირად ჯდომა უყვართ, იქ ესე ათეთრებენ იმ ადგილს და როცა გინდა რომ იპოვო, პირველ რიგში ეგ უნდა დაათვალიერო რა.